რაკეტა თუ გულწრფელად ვიტყვით, ძირითადად ფრინავი ჟანგბადის ავზი. იმისთვის რომ საწვავი საერთოდ დაწვას, მას ამისთვის საჭირო ჟანგბადის სრულად თანწაღება უწოს. ტონობით თხევადი ჟანგბადის სახით. საწვავის თლიანი რაოდენობის დაახლოებით 3/4 საბოლოოდ მხოლოდ ეს ჟანგბადია. და ახლა მოდის აზრი, რომელიც კოსმოსურ ფრენებს უკვე 40 წელზე მეტია თანსდევს. ქვემოთ ატმოსფეროში ჟანგბადი ხო უხვად არის. თანაც უფასოდ. რა მოხდებოდა თუ ძრავა ამ ჰაერს უბრალოდ ჩაისუნთქავდა, როგორც რეაქტიული თვითმფრინავი და მხოლოდ კოსმოსში გადაერთებოდა თან მოტანილ ავზზე. მხოლოდ ერთი ძრავა ასაფრენი ბილიკიდან პირდაპირ ორბიტამდე ადის. ეს არის მთელი კოსმოსური ფრენის ყველაზე ელეგანტური იდეა. და ეს არის სწორედ ის იდეა, რომელმაც ერთი კომპანიის შემდეგ მეორე გაკოტრებამდე მიიყვანა. გასულ წელს ამ იდეამ თავისი ყველაზე ცნობილი მსხვერპლი მოითხოვა. და მიუხედავად ამისა, მის გულში არსებული ძრავა მაინც არ ყვბება. ჩემი სახელია სირვანი და ეს არის მარსის ქრონიკები. დავიწყოთ იმ პრობლემით, რომელიც ყველაფერს ამოდრავებს. საერთოდ რატო უკეთებთ ამას ჩვენს თავს? რაკეტა ატარებს ორ რამეს: საწვავს და ოქსიდატორს. ანუ ჟანგბადს წვისთვის. კოსმოსში ჰაერი არ არის. ამიტომ ორივე უნდა წაიღოს, მაგრამ რადგან თხევადი ჟანგბადი წონის ლომის წილს შეადგენს, მოგება უზარმაზარი იქნებოდა. თუ მისი გამოტოვება შეიძლებოდა ასვლის პირველი ნაწილისთვის. ზუსტად ეს არის ჰაერზე მომუშავე ძრავის დაპირება. სანამ საკმარისად დაბლა და ნელა დაფრინავ, ატმოსფეროს ჰაერს ისუნთქავ და მძიმე ავზს ზოგავ. ხოლო უფრო მაღლა, სადაც ჰაერი ძალიან თხელია, გადადიხარ რაკეტულ ძრავზე. შედეგად მიიღედი არა უზარმაზარ ერთჯერად კოშკს, არამედ გამხდარ მრავალჯერად გამოყენებად კოსმოსურ თვითმფრინავს, რომელიც ასაფრენ ბილიკზე ჩვეულებრივი რეაქტივით აფრინდება. და სწორედ აქ ჩნდება ტერმინი, რომლის გარშემოს დღეს ყველაფერი ტრიალებს. ერთსაფეხურიანი ორბიტაზე გასვლა, მოკლედ SSTO. ქართულად ერთსაფეხურიანი ორბიტაზე. ეს ნიშნავს, აპარატი აღწევს ორბიტას ისე, რომ გზაში არც ერთი ნაწილი არ აგდებს. იმის გასაგებად, თუ რატომ არის ეს ასე საშინლად რთული, საჭიროა იცოდეთ რაკეტის განტოლება. ის ამბობს, საჭირო სათვალის რაოდენობა ექსპონენციალურად იზრდება მიზნობრივი სიჩქარის მიხედვით. დაბალ დედამიწის ორბიტაზე მისასვლელად საჭიროა დაახლოებით 9.4 კმ მეცმე. ერთეტაპიანი რაკეტა, რომელიც ამას შეძლებს. 90%-ზე მეტით უნდა შედგებოდეს სათვალისგან. სტრუქტურისთვის, ძრავებისთვის და ტვირთისთვის თითქმის არაფერი სჭირდება. ჩვეულებრივი რაკეტები ამ განტოლობას ატყუებენ, რადგან გზაში ეტაპებს, ანუ ცარიელ ავზებს აგდებენ. მაგრამ SSTO აპარატი სწორედ ამის გაკეთებაზე ამბობს უარს. თითოეული კილოგრამი ძრავა, ავზი ან ფთა პირდაპირ ამცირებს სასარგებლო ტვირთს. ხაღალდზე SSTO ძლივს შესაძლებელია. პრაქტიკაში ეს არის სამართებლის პირზე ცეკვა. ხოლო ჰაერზე მომუშავე ძრავა ის ხრიკია, რომელიც ამ ცეკვას შეიძლება მოგება დაგწერს. მოდით ძრავებს გადავხედოთ, რადგან ეს არის ამ ისტორიის ნამდვილი გული. პირველი პრობლემა სიჩქარეა. კლასიკული ტურბინიანი რეაქტიული ძრავა მუშაობს მხოლოდ დაახლოებით მას-3-მდე, ანუ ბგერის სიჩქარის 3 მაგამდე. ამის შემდეგ შემომავალი ჰაერი ძალიან ცხელდება და ძალიან სწრაფად მოძრაობს მგზნობიარე ფრთებისთვის. შემდეგ არსებობს რამჯეტი, ქართულად პირდაპირ ნაკადიანი რეაქტიული ძრავა. მას საერთოდ არ აქვს მოძრავი ნაწილები და უბრალოდ იყენებს მაღალი ფრენის სიჩქარეს ჰაერის შესაკომშად. ის მუშაობს დაახლოებით მა-3-დან მა-6-მდე, მაგრამ აქვს ერთი პრობლემა. ის ვერ იწყებს მუშაობას ადგილიდან. მას უკვე უნდა ჰქონდეს მაღალი სიჩქარე, სანამ საერთოდ ჩაიხტვება. კიდევ უფრო ექსტრემალურია სკრამჯეტი, სადაც წვა ხდება ზებგერითი სიჩქარით მოძრავ ჰაერში. ეს ისეთია, თითქოს ქარიშხალში ასანთსანთებდე. ასეთი ძრავები ჯერჯერობით მხოლოდ რამდენიმე წუთით აქვთ უწყვეტად უმუშავი. ეხლა კი მოდის გენიალური გადაწყვეტა, რომელიც ყველაფერს აერთიანებს. ეგრეთ წოდებული პრეკულერი, ანუ წინასწარი გამაცივებელი. მახი 5-ზე ძღავში შემავალი ჰაერის შეკუმშვის შედეგად 1000 გრადუს ცელსიუსზე მეტად ცხელი. იდეა ისაა, რომ ეს გახურებული ჰაერი ასეულში ერთ წამში დაახლოებით -150 გრადუს ცელსიუსამდე გააციონ. Grad Celsius herunterzukühlen. დახმარება ყინულივით ცივი თხევადი წყალბადისგან. როგორ ხდება ეს? ეხლა ვემნახავთ. უეცრად ჰაერი საკმარისად გრილია, რომ ჩვეულებრივმა ტურბინამ შეძლოს მისი შეკუმშვა.
ამით ერთ ძრალს შეუძლია სტარტის ზოლზე გაჩერებიდან 5-მდე თავისუფლად იმუშაოს. და შემდეგ ის ჰაერის შესასვლელს კეტავს და სუფთა რაკეტად იქცევა. ეს წინასწარი გამაგრილებელი ერთდროულად ამ ტექნოლოგიის სასწაულია და მისი ცხევლაც. ის სითბოს მიმოცვლელია, რომელიც თითქმის მყისიერად უნდა გააციოს თეთრად გახურებული ჰაერი ყინულივით ცივად, ისე რომ არ გაიყინოს ან თერმული დაძაბულობისგან არ გასკდეს. დაიმახსოვრეთ ეს დეტალი. ის ამ ისტორიის ფარული თავარი გმირია. ეს წინასწარი გამაცივებლის იდეა ახალი არ არის. და მათი ისტორია ერთი დიდი სასაფლაოა ჩაშლილი ოცნებების. ის იწყება დიდ ბრიტანეთში 1980-იან წლებში პროექტით სახელად HOTOL. სრული სახელია ჰორიზონტალური აფრენა და დაფრენა, ან ჰორიზონტალური სტარტი და დაფრენა. ეს იყო ბრიტანული კოსმოსური თვითმფრინავი, რომელიც ერთსაფეხურიანად უნდა გაფენილიყო ორბიტაზე. მისი მთავარი ნაწილი იყო ძრავა, სახელად RB-545. მეტსახელად Swallow, ანუ მერცხალი. ის შეიმუშავა გენიალურმა ინჟინერმა სახელად ალან ბონდი. უფლებები შეიძინა ძრავების მწარმოებელმა Rolls-Royce-მა. ასევე პროექტში ჩაერთო ავიაკონცერნი British Aerospace. RB-545 ზუსტად ასეთი იყო. წინასწარ გაგრილებული ძრავა, რომელიც დაახლოებით 5-მდე 26 კილომეტრის სიმაღლეზე ჰაერს ისუნთქავდა და შემდეგ რაკეტაზე გადადიოდა. და ეხლა მოდის კოსმონავტიკის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე აბსურდული ეპიზოდი. ძრავა ბრიტანეთის მთავრობამ სახელმწიფო საიდუმლოდ გამოაცხადა და Official Secrets Act-ის ქვეშ მოაქცია. ანუ ბრიტანეთის კანონი სახელმწიფო საიდუმლოებების დაცვის შესახებ. ალან ბონდი ფლობდა პატენტს საკუთარ ძრავას, მაგრამ არ ჰქონდა უფლება ვინმეს აეხსნა როგორ მუშაობდა იგი. ეს საიდუმლოება ნელ-ნელა აღჭობდა პროექტს. რადგან ასე ინვესტორების ან პარტნიორების მოზიდვა თითქმის შეუძლებელი იყო. 1988 წელს მთავრობამ პროექტი შეწყვიტა. ასევე იმიტომ რომ ცივი გაანგარიშებით გამოჩნდა რომ მსგავსი კონსტრუქციის ჩვეულებრივ რაკეტასთან შედარებით ეს ყველაფერი თითქმის არანაირ უპირატესობას არ იძლეოდა. აბა რა ბედი ეწია Rolls-Royce-ის ძრავს? შალბი 1988 წელს საიდუმლო დოკუმენტად იქცა და უჯრაში გაუჩინარდა. ის არასდროს გაფრენილა. მაგრამ მისი გამომგონებლები არ დანებდნენ. ალან ბონდი და ორი ყოფილი Rolls-Royce-ის ინჟინერი 1989 წელს საკუთარ კომპანიას დაარსეს. Reaction Engines. რადგან ძველი ძრავა საიდუმლო იყო, მათ ის მთლიანად თავიდან უნდა დაეგეგმათ. და გაუმჯობესებულ ვერსიას საბრე დაარქვეს. ეს ნიშნავს სინერგიულ ჰაერმსუნთქავ სარაკეტო ძრავას. ანუ სინერგიული ჰაერმსუნთქავი სარაკეტო ძრავა. ამასთან დაკავშირებულ კოსმოსურ თვითმფრინავს Skylon-ი დაარქვეს. მას უნდა გადაეყვანა 17 ტონა დაბალ ორბიტაზე. 35 წელზე მეტი ხმის განმავლობაში ეს კომპანია ამ ოცნებაზე მუშაობდა. მათ 150 მილიონ ფუნტზე მეტი შეაგროვეს. მათ შორის 2015 წელს თავდაცვის გიგანტი BAE Systems-იც 20%-ით ჩაერთო. მოგვიანებით პროექტში ჩაერთნენ Boeing-ი და არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო ფონდი. და რაც მთავარია, მათ დაამტკიცეს, რომ წინასწარი გამაგრილებელი მართლაც მუშაობს. ესტებში მან შემომავალი ჰაერი ზუსტად როგორც დაგეგმილი იყო. 3 წილადებში გააგრილა. და შემდეგ ყველაფრის მიუხედავად პროექტი შეწყვეტა. 2024 წლის ოქტომბრის ბოლოს Reaction Engines-ი გაკოტრდა. კომპანიას ბოლოს დაახლოებით 20 მილიონი ფუნტი დააკლდა, რომ გაეგრძელებინა მუშაობა. დაახლოებით 200 თანამშრომლიდან 173 მაშინვე გაათავისუფლეს. BAE Systems-ი, Rolls-Royce-ი და Boeing-ი სამი უარს ამობდა და კომპანია არ გადაარჩინეს. Skylon თავად ხოთაშორის არასდროს გასცენია კონცეპტუალურ ეტაპს. განვითარებას 10 მილიარდ დოლარზე მეტი დაждდებოდა. ამით სოფლიოში ყველაზე ცნობილი ჰაერსუნთქავი კოსმოსური თვითმფრინავების კომპანია ისტორიად იქცა. და ამ ოცნებაში დიდი ბრიტანეთი მარტო არ იყო. რადგან გერმანულენოვან სივრცეშიც იყო განსაკუთრებით ამბიციური მცდელობა, რომელიც აქ აუცილებლად უნდა ვახსენო. ზანგერის პროექტი. ის ეწოდა ეუგენ ზანგერის სახელს, ავსტრიელ კოსმოსური კვლევების პიონერს, რომელმაც გრაცსა და ვენაში ისწავლა. 1980-იანი და 1990-იანი წლების დასაწყისში გერმანულმა კონცერნმა MBB-მ ამ სახელით ორსაფეხურიანი კოსმოსური ხომალდი შეიმუშავა. ანუ ისეთი, რომელიც ორ საფეხურად მიფრინავს ორბიტაზე. იდეა ძალიან მიმზიდველი იყო. გიგანტური, ჰაერით მომუშავე გამშვები საფეხური. ტურბოსტატოჟეტური ძრავებით ჰორიზონტალურად უნდა აფრენილიყო 100-ფრენი ბილიკიდან და დაახლოებით 6-დან 7-მდე აჩქარებულიყო.
და ამ სიმაღლეზე უნდა გამოეყო პატარა რაკეტით მომუშავე ზედასაფეხური სახელად ჰორუსი, რომელიც შემდეგ მარტო აგრძელებს ასვლას ორბიტაზე. ამიტომ იმის ნაცვლად, რომ ერთი ძრავა ორივე ამოცანას ასრულებდეს, ზანგერმა უბრალოდ გაანაწილა სამუშაო ორ აპარატზე. 1991 წელს ევროპაში პირველად მიწაზე ამუშავდა ტურბოსტატოჟეტური ძრავა. მაგრამ 1990-იანი წლების შუა პერიოდში ეს დასრულდა. მათ უბრალოდ ვერ შექმნეს ძრავა, რომელიც მთელ სიჩქარის დიაპაზონში ეფექტური იქნებოდა. და საბოლოოდ გამოთვლებმა აჩვენა, რომ ახალ არიან 5 რაკეტასთან შედარებით, მხოლოდ მცირე დანაზოგი იყო. ეს იგივე იყო, რაც ადრე ხოთოლის შემთხვევაში. გონიურული და ცივი შეფასება. შეერთებულ შტატებში იგივე გზა იყო სასაფლაოდ. 1980-იან წლებში რონალდ რეიგანის მთავრობის დროს გამოცხადდა პროგრამა National Aerospace Plane, რომლის ფარგლებშიც იგეგმებოდა თვითმფრინავი X-30 სკრამჯეტით აღჭურვილი Orient Express-ი, რომელიც ერთსაფეხურიანად უნდა ასულიყო ორბიტაზე. 1993 წელს ის შეწყდა, ისე რომ არასდროს უფრენია. 1990-იან წლებში მოჰყვა Lockheed Martin-ის X-33 ტექნოლოგიური დემონსტრატორი დიდი კოსმოსური ხომალდისთვის Venture Star, რომელსაც ჰქონდა ეგზოტიკური Aerospike ძრავა და ნახშირბოჭკოვანი ავზები. დაახლოებით 1.3 მილიარდი დოლარის შემდეგ ეს პროექტიც 2001 წელს შეწყდა. მას შემდეგ რაც ახალი ტიპის წყალბადის ავზმა ტესტირებისას ვერ იმუშავა. თუმცა იყო წარმატებებიც, მაგალითად McDonnell Douglas-ის DC-X Delta Clipper, პატარა რაკეტა, რომელიც ვერტიკალურად სტარტავდა და ვერტიკალურადვე ჯდებოდა, რითაც რამდენიმე წლით ადრე SpaceX-მდე აჩვენა, რომ ეს შესაძლებელია. მაგრამ ეს ტენდენცია გაგრძელდა. ყველა დიდი ეროვნული SSTO პროგრამა შეწყდა მანამდე, სანამ ორბიტას მიაღწევდა. ეხლა კი ჩემს გულწრფელ შეფასებას კეთვით. და აქ ხაზგასმით ვამბობ, რომ ეს ჩემი პირადი აზრია. რატომ მკვდება ეს ოცნება ისევ და ისევ? ამ ყველაფრის უკანდგომი სასტიკი მათემატიკა მარტივია. თუნდაც სრულად ფუნქციონირებადი ჰაერზე მომუშავე ძრავით, ბოლოს მაინც ორ სრულად აღჭურვილ ძრავას ატარებს ზევით. ამას ემატება ფრთები, სითბოსგან დამცავი ფარი და მძიმე წინასწარი გამაგრილებელი. ეს დამატებითი წონა ზუსტად იმ ეკონომიას ანადგურებს, რასაც ჟანგბადზე იმედოვნებდი. სწორედ ეს აჩვენა ხოთოლის გამოთვლამ 1988 წელს. და სანამ ინჟინრები ამ ელეგანტულ გადაწყვეტაზე თავს ინტროევდნენ, SpaceX-მა უბრალოდ არაელეგანტური გზა აირჩია. მათ საფეხურები შეინარჩუნეს, მაგრამ ისინი ხელახლა გამოსაყენებელი გახადეს. Falcon 9 უკან დაეშვა და Starship სრულად ხელახლა გამოსაყენებელი უნდა გახდეს. ილონ მასკმა არაერთხელ საჯაროდ განაცხადა, რომ ხელახლა გამოსაყენებელი ორსაფეხურიანი რაკეტა ყოველთვის ჯობს ერთსაფეხურიანს, რადგან ნამდვილი SSTO-ს თითქმის არანაირი ტვისტის გადატანა არ შეეძლებოდა. უხეში უშნო გადაწყვეტამ ელეგანტური დაამარცხა. და სწორედ ამიტომ დაკარგა SSTO კოსმოსურმა თვითმფრინავმა თავისი გადაუდებლობა. რადგან მრავალჯერადი გამოყენების რაკეტები უკვე დღეს უზრუნველყოფენ იაპ და განმეორებად სვდომას კოსმოსზე. და მაინც, და ეს ყველაზე ლამაზი ნაწილია, წინასწარი გამაგრილებელი არ კვდება. რადგან იდეა უბრალოდ ძალიან კარგია, რომ დავმარხოთ. ის ერთდროულად რამდენიმე ადგილას განიცდის აღორძინებას. პირველი მათგანი Invictus-ია. 2025 წლის ივლისში ევროპულმა კოსმოსურმა სააგენტომ ESA-მ და ბრიტანულმა კომპანიამ Fraser Nash-მა ეს პროგრამა დაიწყეს. ისინი სწორედ გაკოტრებული Reaction Engines-ის წინასწარი გაგრილების ტექნოლოგიას იყენებენ და ამით აშენებენ მრავალჯერად გამოსაყენებელ სატესტო თვითმფრინავს, რომელიც წყალბადით და სწორედ ამ წინასწარ გაგრილებული ჰაერსასუნთქი ძრავით მახი 5-ზე უნდა იფრინოს. იმ დროის ბევრი ინჟინერი კვლავ გუნდშია. ნიშნულოვანია სწორად გავიგოთ. Invictus-ი პირდაპირ ორბიტაზე არ არის მიმართული, არამედ ეს არის პირველი რეალისტური ნაბიჯი. მაგ 5 დემონსტრატორი, რომელსაც ორმაგი დანიშნულება აქვს სამოქალაქო ავიაციისა და თავდაცვისთვის. 12 თვის განმავლობაში უნდა იყოს დასრულებული წინასწარი დიზაინი. ანუ ამ ვიდეოს გამოჩენის შემდეგ მალევე. მეორე აღორძინება სრულიად სხვა კუთხიდან მოდის და თქვენ უკვე იცნობთ მას ჩვენი ვიდეოდან. კომპანია Liebherr 61, ან Liebherr Leap 61, ლინკ აიზერისა და იოზეფინე ლისნერის ხელმძღვანელობით 2025 წლის ნოემბერში რაღაც საოცარი აჩვენა. 1.5 მეტრი სიმაღლის წინასწარი გამაგრილებელი, რომელიც ხელით არ იყო კონსტრუირებული, არამედ მათი პროგრამული უზრუნველყოფა ნეურომის მიერ გამოთვლითი ინჟინერიით იყო დაპროექტებული და შემდეგ ერთიან ნაწილად მეტალში დაიბეჭდა. მაგ 5 სიჩქარეზე შემომავალი ჰაერი რამდენიმე 1000 კელვინს აღწევს.
და ამ სიცხის დასაძლევად პროგრამა იყენებს ფრაქტალურ ნაკეთსოვან სტრუქტურას, რათა ყველაზე მცირე სივრცეში უზარმაზარი გაგრილების ზედაპირი განათავსოს. ეს ზუსტად ძველი საბრას იდეაა, მაგრამ ხელახლა დაბადებული ხელოვნური ინტელექტისა და სამდებეჭდვის საშუალებით. შესაძლოა წინასწარი გამაგრილებელი ასე საბოლოოდ ხელმისაწვდომი და ასაშენებელი გახდეს. და არსებობს სრულიად სხვა გზაც. ისიც უკვე იცით ჩვენი სხვა ვიდეოდან. ანუ დეტონაცია. კომპანია Venus Aerospace ტურბინის გაგრილების ნაცვლად აერთიანებს ბრუნავ დეტონაციურ ძრავას, ანუ RDR-ის და პირდაპირ ნაკადიან რეაქტიულ ძრავას. 2025 წლის მაისში მათ შეასრულეს ASHS-ის პირველი საცდელი ფრენა ასეთი დეტონაციური ძრავით. მათი მიზანია ერთი ძრავა, რომელიც ასაფრენ ბილიკიდან 6-მდე უწყვეტად იმუშავებს. ზებგერითი სამგზავრო თვითმფრინავისთვის სახელად Stargazer M4. მსგავსად მოქმედებს ამერიკული კომპანია Hermes-ი, რომელიც კლასიკურ რეაქტიულ ძრავას წინასწარ გამაგრილებელს უმატებს და ერთი ხრიკით, ანუ კონტროლირებადი პიკირებით, ავსებს ხარვეს მათ პირდაპირ ნაკადიანი რეაქტიული ძრავის ანთებამდე. ასევე მიზნად აქვს Mach 5-ის მიღწევა. თუნდაც ასაფრენი ბილიკიდან კოსმოსში გაფრენის ოცნება კვლავ ცოცხალია. უბრალოდ სხვანაირად ვიდრე წარმოედგინათ. ახალი ზელანდიის კომპანია Dawn Aerospace უკვე დაფრინავს თავის ავრორათი, რომელიც რაკეტაზე მომუშავე თვითმფრინავია და ასაფრენი ბილიკიდან რეაქტიული თვითმფრინავით იწყებს ფრენას. 2024 წლის ნოემბერში მან ბგერის ბარიერი გადალახა და ერთ დღეს რამდენჯერმე ფრენა შეუძლია. ნიშნულოვანია, რომ ისინი რეალურ ორბიტაზე გასასვლელადაც კი არ ეყენებენ ჰაერზე მომუშავე SSTO-ს, არამედ რაკეტებს და საბოლოოდ მაინც ორ საფეხურს. ჩემი დასკვნა ასეთია. სუფთა ჰაერზე მომუშავე ერთსაფეხურიანი კოსმოსური ხომალდი, რომელიც ასაფრენი ბილიკიდან ორბიტამდე მიფრინავს, შესაძლოა არასოდეს არსებობდეს. რაკეტის განტოლებამ და SpaceX-მა თავისი მრავალჯერადი გამოყენების რაკეტებით, როგორც ჩანს, ამ კითხვას დროებით პასუხი უკვე გასცა. მაგრამ მის გულში არსებული ძრავა, წინასწარი გამაციოებელი, ეს დეტალი, რომელიც ერთდროულად ცეცხლსაც და ყინულსაც უმკლავდება, ჯიუტად არ ნებდება სიკვდილს. მან უბრალოდ თავისი ოცნება შეიცვალა. ორბიტიდან მოშორებით ჰიპერხმოვანი შუალედური ზონის დამორჩილებისკენ. იქნება ეს ევროპული ინვიქტუსი, ხელოვნური ინტელექტით დაბეჭდილი სითბოს მიმოცვლელები თუ დეტონაციური პირდაპირი ნაკადის რეაქტიული ძრავები. იდეა ძრავისა, რომელიც ცას ისუნთქავს, კვლავად ცოცხალია. ხშირად ტექნიკაში ყველაზე ლამაზი იდეა სწორედ ყველაზე ჯიუტიც არის. ჩემი სახელია სირვანი და ეს იყო მარსის ქრონიკები. გმადლობთ ყურებისთვის. Per aspera ad astra.